დონალდ ტრამპმა ირანთან ომზე წამოსცდა და ეს ამერიკელებში ნამდვილი შოკი გამოიწვია. ჟურნალისტიკაში არსებობს ტერმინი killer quote, ანუ მომაკვდინებელი ციტატა. ეს არის ის ციტატა, რომელსაც პოლიტიკოსი ამბობს და იმავე წამს ხვდება, რომ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა. და ეს ციტატა საბოლოოდ გაანადგურებს მას, როგორც პოლიტიკოსს. მაგრამ უკვე გვიანია და ეს ციტატა მედიაში ვრცელდება და სახელგანთქმული ხდება. სწორედ ასეთ მომაკვდინებელ ციტატას წარმოთქვა ამ კვირაში დონალდ ტრამპმა. და დღეს გამოცემა Axios-მა მას სპეციალური სტატია მიუძღვნა სათაურით. ტრამპის მომაკვდინებელი ციტატა აჩვენებს მის გამოუვალ მდგომარეობას ირანისა და ინფლაციის საკითხებში. ტრამპის ციტატა კი ასე ჟღერს. მე არ ვფიქრობ ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე. ეს მნიშვნელოვანი არ არის. ასე დააკომენტარა მან ირანთან მოლაპარაკებების ჩიხი. ამ ციტატის გავლენასა და შედეგებს კი ამ გამოშვებაში ერთად განვიხილოთ. მე მქვია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს YouTube არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწერეთ ჩემ Telegram არხი Pichi News-ი. ლინკი Telegram არხზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოდით მაშინ პირდაპირ დავითხოვოთ დონალდ ტრამპის ციტატით. CNN-ის ჟურნალისტი ეკითხება დონალდ ტრამპს, რამდენად ახდენს ამერიკელების ფინანსური მდგომარეობა გავლენას მის გადაწყვეტილებებზე ირანის მიმართ. ტრამპი შემდეგნაირად პასუხობს. მე არ ვფიქრობ ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე. მე არ ვფიქრობ არავისზე. მე მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ. ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ, რომ ირანს ბირთვული იარაღი კონდეს. ეს ერთადერთი რამაა, რაზეც ვფიქრობ. ანუ თარგმნი. მე არ ვფიქრობ ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე. სულ ესაა, წერტილი. და აი ამ ციტატამ წამში ააფეთქა საინფორმაციო სივრცე, რადგან ამერიკელები იდანჯებიან ინფლაციის ზრდით, ბენზინის ფასების მატებით ირანთან ომის გამო. და მათი პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს: კი, მე არ მადარდებს თქვენი ფინანსური პრობლემები. აქ ჩემი ომი მაქვს. მე არ ვფიქრობ თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. და როგორც არ უნდა ჟღერდეს ეს, პრეზიდენტი ტრამპი ფაქტობრივად ვერ პოულობს გზას, როგორ შეუთავსოს თავისი სურვილი ირანთან ომის დასრულებისა საკუთარ პირობებზე. აუცილებლობას შეაკავოს ინფლაცია და შეინარჩუნოს საფონდო ბაზარი კონგრესის არჩევნების წელს. ეს აღმოჩნდა შეუთავსებელი რამეები. და ეს არის ფუნდამენტური მახე, რომელშიც მან თავად ჩაიგდო თავი. როგორ აღმოჩნდა იქ, მოდით თანმიმდევრულად გავარკვიოთ. რა იგულისხმება ტრამპმა რეალურად? მოდი ვიყოთ გულწრფელები, რა იგულისხმება ტრამპმა რეალურად, როცა თქვა ეს საბედისწერო ციტატა. ცხადია, რომ დონალდ ტრამპს ნამდვილად არ ქონდა განზრახული ცით ამერიკელებისთვის სახეში შეეფურთხებინა და ეთქვა მათთვის, რომ მას არ აინტერესებს მათი ფინანსური მდგომარეობა. არა, ასე არ არის. როგორც ჩანს, ტრამპს სურდა შემდეგი ეთქვა. თითქოს ეკონომические опасения американцев ამერიკელების შიშები არ შეაჩერებს მას იმ ნაბიჯების გადადგმისგან, რომლებიც მისი აზრით აუცილებელია იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ შექმნას. ანუ ეს საუბარია პრიორიტეტებზე და არა საკუთარ მოქალაქეებზე გულგრილობაზე. ის პირდაპირ მიანიშნებს, რომ დიახ, ფასი მაღალია, მაგრამ ჩვენ მაინც მივახდევთ ჩვენსას. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ უკვე ნოემბერში შეერთებულ შტატებში კონგრესის არჩევნები ჩატარდება. და ეს ნიუანსი ნამდვილად დაიკარგება იმ წინასწარ მომზადებულ ვიდეოებში, რომელსაც დემოკრატები დაამონტაჟებენ. და დაამონტაჟებენ მკრისიერად. იმიტომ რომ ციტატა უბრალოდ იდეალურია. ტრამპი და ციტატა. მე არ ვფიქრობ ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე. ეხლა ამ ციტატის უკან რეალური ეკონომიკური ტკივილია. ნავთობი $100-ზე მაღლა ივაჭრება, $100 ბარელზე. და ამის ნაწილი პირდაპირ კავშირშია ჰორმუზის სრუტის ბლოკადასა და აშშ-ს ომთან ირანის წინააღმდეგ. და რეიტერი დღეს აფიქსირებს, რომ ბრენტი უკვე $108-ზეა ბარელზე. ნავთობის ფასში ყოველი ზედმეტი დოლარი პირდაპირ შედეგია ბიზნესისთვის, სატვირთო გადაზიდვებისთვის, მსხვილ უნარიანობისთვის, ინფლაციისთვის და ასე შემდეგ. ამერიკელები ამას გრძნობენ ყოველ ჯერზე, როცა თავიანთ მანქანას ავსებენ საწვავით. და როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ ის არ ფიქრობს მრობს მათ ფინანსებზე, ეს ზუსტად ასე ჟღერს, როგორც ჟღერს. მე არ ვფიქრობ თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე და აღარავინ უსმენს იმას, რაც ძიმის შემდეგ იქ ნათქვამია. აბსოლუტურად არავინ. ეხლა ამ ციტატის კონტექსტი დღეს, 14 მაისს, დონალდ ტრამპმა ეს სიტყვები ვაშინგტონში თქვა პეკინში განგზავრებამდე. ხოლო დღეს უკვე პეკინში ის ხვდება ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს. და დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ირანია. როგორც ცნობილია, ტრამპმა და სი ძინპინმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ჰორმუზის სრუტე უნდა დარჩეს ღია ენერგორესურსების თავისუფალი გადაადგილებისთვის. ეს იყო ერთობლივი, სხვა შორის პირველი ერთობლივი საჯარო პოზიცია ორი ლიდერის მხრიდან ირანის საკითხზე. და ეს პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზეწოლასთან, რაზეც ტრამპი თითქოს არ ფიქრობს.
და სწორედ აქ ტრამპს აქვს აშკარა დილემა. ფაქტობრივად ტრამპს აქვს სამი ბერკეტი ირანზე ზეწოლისთვის. სამხედრო, სანქციური და დიპლომატიური. სამხედრო უკვე გამოკენებულია, მაგრამ ეს გამოიწვია ნავთობის ფასების ზრდა და ვერ გატეხა თეირანი. და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ისევ საუბრობენ ომის აღორძინებაზე, უკვე აშკარაა, რომ სახმელეთო ოპერაციის გარეშე ტრამპი ვერაფერს მიაღწევს. მეორე ბერკეტი სანქციებია, მაგრამ ისედაც უკვე მაქსიმალურია. თითქოს მეტი აღარ შეიძლება. დიპლომატიური ბერკეტი, კარგი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ჩიხში შევიდა. ირანი არ თანხდება ბირთვულ პროგრამაზე უარის თქვას. აშშ-ში არ არის მზად სანქციების მოხსნაზე, თუ ეს არ მოხდება. რა თქმა უნდა, კიდევ არის მეოთხე ბერკეტი. ეს არის ჩინეთი. და სწორედ ამიტომ არის ახლა ტრამპი პეკინში. მაგრამ ჩინეთი ბოდიში უფასო სერვისი არ არის. ჩინეთის წყაროები, რომლებიც სიტუაციას იცნობენ, მიიჩნევენ, რომ ირანთან ომმა პოტენციურად გააძლიერა პეკინის მოლაპარაკებების პოზიცია. იმიტომ რომ აშშ-ს ჩინეთი უფრო მეტად სჭირდება ვიდრე ჩვეულებრივ და პეკინი ამას იყენებს. ირანთან დახმარების ფასი, სავაჭრო დათმობები, შესაძლოა ტაივანი და ზუსტად მიკროჩიპებზე ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნა. და სი ძინპინმა დღეს უკვე პირდაპირ უთხრა დონალდ ტრამპს, რომ თუ ტაივანზე დათმობები არ იქნება, აშშ და ჩინეთი შეიძლება ღია ომში ჩაერთონ, რისთვისაც ჩინეთი მზად არის. ხოლო აშშ-ში აშკარად დასუსტებულია ირანთან ომის შემდეგ. და სწორედ აქ ფრაზა მე არ ფიქრობ ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე სულედ ახალ მნიშვნელობას იძენს. ტრამპი პეკინში მიდის დახმარების სათხოვნელად და ამ დახმარებისთვის ის დათმობებით გადაიხდის. ზუსტად რა დათმობებია, ამას ახლა ვერ გავიგებთ. ამას შედეგებიდან გავიგებთ. თუ ირანი უახლოეს კვირაში პოზიცია შეარბილებს, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთმა ზეწოლა მოახდინა. ეს ნიშნავს, რომ ტრამპმა რაღაც დაფირდა. და ეს ფასით საბოლოოდ ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს დააძვება. ამა თუ იმ გზით. ასე რომ ფრაზა მე არ ფიქრობ ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე ბევრად უფრო ზუსტია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. უბრალოდ არა იმ მნიშვნელობით, რასაც თავად დონალდ ტრამპი გულისხმობდა. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარისხილაკს და არ დაგავიცლეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ფინანსურად დაეხმაროთ ნებისმიერი დონატით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებისა და რეკვიზიტების საშუალებით. მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.